მოგესალმებით მეგობრებო, გუშინ პარლამენტმა მთავრობის მიერ შემუშავებული საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც გახლავთ ფისკალურ მდგრადობაზე, სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე და სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ბიუჯეტი. მოგეხსენებათ თუ რამხელა განხილვა მიმდინარეობს დღეს ჩვენს ქვეყანაში ჩვენს მიერ წარმოდგენილი განვითარების გეგმის, ქვეყნის ბიუჯეტის, რომელიც პირდაპირ ასახავს იმ მიზნებს და იმ ნაბიჯებს, რომელსაც ჩვენ ვდგამთ და მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმას თუ რა გეგმები გვაქვს ჩვენ, რა მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული ეს ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვდგამთ და რა თქმა უნდა შევეხო იმ სამეზობლოში და იმ გეოგრაფიულ არეალში მიმდინარე პროცესებს, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. პირველ რიგში ლარის დევალვაციაზე, ანუ გაუფასურებაზე მინდა ვთქვა, ამაზე ბევრი ითქვა, მაგრამ კიდევ მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვა ის, რომ იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, პრაქტიკულად ყველა ვალუტა, ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ყველა ვალუტა გაუფასურებულია. თუ ჩვენ პროცენტულ მაჩვენებლებს შევხედავთ და ამაზე ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებდნენ და მინდა ვთქვა, რომ ეს იყო აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები, ეს იყო დაახლოებით 100%-ზე მეტი გაუფასურება ყველა ძირითადი ვალუტის, საუბარი მაქვს თურქული ლირა, ეს არის უკრაინული გრივნა, რომელიც 200%-ზე ზევით არის, რუსული რუბლი დაახლოებით 90% ფარგლებში, აზერბაიჯანული მანათი ასევე 100% ზევით. 2012 წელზე იყო საუბარი, 2012 წლის შემდეგ ქართული ლარი არის გაუფასურებული დაახლოებით 60-დან 65%-მდე ფარგლებში. ამიტომ ეს არ არის კარგი, რა თქმა უნდა, თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკით მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და მიუხედავად იმ სოციალური ფონისა, რომელშიც ჩვენი მოსახლეობა დღეს იმყოფება გამომდინარე ჩვენი ქვეყნის განვითარების დონიდან, იმყოფება ძალიან კარგ პირობებში იმისათვის, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ მომავალ ძალიან მნიშვნელოვან განვითარების გეგმებზე. ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, არის ორიენტირებული იმისკენ, რომ ჩვენ გქონდეს უფრო მაღალი განვითარების დინამიკა, ვიდრე ეს ჩვენს გარშემო არსებულ სამეზობლოში და ქვეყნებშია. ეს არის ჩვეულებრივი კონკურენცია, საქართველოს იმყოფება, რა თქმა უნდა, კონკურენციაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ამიტომ ჩვენი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლები უნდა იყოს უკეთესი იმისათვის, რომ რეგიონში წამოსული ინვესტიციის დიდი ნაწილი მოხდეს საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება იმ მიმართულებებზე მეტი აქცენტების გაკეთება, რომლებსაც შეუძლია მეტი სავალუტო შემოსავლების გენერირება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა და ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, ამ შემთხვევაში არის სწორედ აქეთკენ მიმართული. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ის ფინანსური რესურსი, რომელიც ყოველწლიურად მთავრობას აქვს და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე მივმართოთ ბიუჯეტის კიდევ უფრო დიდი ნაწილი, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს დაბალანსებული მიდგომა და კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ბიუჯეტი არის მიმართული იქითკენ, რომ ჩვენი ქვეყნის ის პრობლემები, რომელშიც ჩვენ 10 წლეულების განმავლობაში სხვათა შორის ვიმყოფებით და ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ, ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ამ წრიდან და ერთხელ და სამუდამოდ წავიდეთ იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში გადაიჭრას ის ეკონომიკური პრობლემები, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს. ეს არის ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება და გაჯანსაღება, ეს არის იმ მიმართულებების განვითარება, ეს გახლავთ წარმოების ის მიმართულები, რომლებიც ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, ეს არის იმ სერვისების განვითარება, რომლებიც ასევე უცხოური ვალუტის გენერირებაზე იქნება ორიენტირებული და ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა ტურიზმი, რა თქმა უნდა და ტურისტულ ინფრასტრუქტურაში იხარჯება ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი და ყოველივე ამის შედეგად ჩვენ
რა თქმა უნდა ვერ ვიქნებით დამოუკიდებელი სხვა პროცესებისგან, მაგრამ ერთი რამე შეგვიძლია ვთქვათ. თუ ჩვენს რეგიონში, ანუ იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც საქართველო იმყოფება, იქნება მაღალი განვითარების დინამიკა, საქართველოს ექნება კიდევ უფრო მაღალი განვითარების მაჩვენებლები. თუ ჩვენს რეგიონში იქნება არასახარბიელო ეკონომიკური ვითარება, ჩვენ მაინც გვექნება უკეთესი მაჩვენებლები გამომდინარე ყველა იმ ნაბიჯიდან, რომელსაც ჩვენ ვდგამთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და გვესმის ყველაზე უკეთ სხვათა შორის და ძალიან ადვილია ასეთ დროს პოლიტიკური ქულების დაწერა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ეს ვითარება აუცილებლად შეიცვლება, ვინაიდან ჩვენ გვგრძნობთ პასუხისმგებლობას ყველა ნაბიჯზე, რომელსაც ვაკეთებთ და რა თქმა უნდა, ყოველთვის და ეს არ არის ველოსიპედის გამოგონება, ჩვენ არ ვაკეთებთ რაღაც ინოვაციურს ამ შემთხვევაში, იმ ნაბიჯები მაქვს მხედველობაში, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, ამას მოაქვს ეკონომიკური მეტი დინამიკა და მეტი განვითარება და უფრო სწრაფი ზრდა. ამიტომ მეგობრებო, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველო იწყებს ძალიან მნიშვნელოვან განვითარების პროცესს. ეს პროცესი არ იქნება მარტივი, მაგრამ ეს პროცესი იქნება ის გზა, რომელიც საქართველოს ეკონომიკას გააჯანსაღებს, საქართველოს ჩააყენებს განვითარებული აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების რიგში და საქართველოს მოსახლეობას აღარ ექნება ის პრობლემები, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ. ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, არის აქეთკენ მიმართული და ჩვენ გვაქვს სრული პასუხისმგებლობა ამ პროცესზე და მინდა კიდევ ერთხელ მოუწოდო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომ ამ პროცესს შეხედოს ჯანსაღი თვალით, იცოდეს, რომ სახელმწიფოს დგამს იმ ნაბიჯებს და ჩვენ ვაკეთებთ 10%-იან ოპტიმიზაციას. რა თქმა უნდა, ის რადგან ჩვენ გვესმის, რომ 30% შეამცირეთ ხარჯები. მათემატიკურად ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მიდგომა, რომელზეც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ წავალთ. ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს იმ დონეზე, რა დონეზეც ეს შეგვანარჩუნებინებს ჯანსაღი განვითარების დინამიკას და ასევე ვაკეთებთ საგადასახადო ლიბერალიზაციას იმ მიმართულებაში, რომელიც ყველაზე მეტად აისახება ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე პოზიტიურად. ვაკეთებთ გადასახადების ზრდას იმ მიმართულებებზე, რომელსაც ყველაზე ნაკლები ზეგავლენა ექნება უარყოფითი ეკონომიკურ ზრდაზე. თითოეული ჩამონათვალიდან თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, სწორედ აქეთკენ არის მიმართული, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნათ სწორი განვითარების პროცესი, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღება მოხდეს, ჩვენი სავაჭრო ბალანსი გაჯანსაღდეს იმისათვის, რომ ჩვენ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული უცხოური ვალუტის რყევებზე და ჩვენმა მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი და შეხედოს მხოლოდ და მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებას და ინფლაციას. ეს არის ყველაფერი ის ძალიან მოკლედ ნათქვამი, რა პროცესში ჩვენ ვიმყოფებით. ეს პროცესი კიდევ ერთხელ მარტივი არ იქნება, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს პროცესი არის ერთადერთი სწორი ამონახსნი იმ ამოცანის, რომელიც საქართველოს წინაშე დგას დღეს.